ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გქონდეს დიდი ზომის საფულე. ისეთი, რომელშიც კუპიურა გაშლილ მდგომარეობაში ჩაეტება და არ იქნება ჩაკუჭული. საფულეში არ უნდა გქონდეს ჩეკები, წამლის რეცეპტები, ფოტოსურათები, ხატები და ასე შემდეგ. საფულეში უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ფული. ისიც ისე უნდა იყოს დალაგებული, რომ კუპიურები ერთმანეთში არ აირიოს. სასურველია 5 ლარიანები ერთად დავალაგოთ, 20 ლარიანები ერთად დავალაგოთ და ასე შემდეგ. აუცილებელია მონეტებისთვის გქონდეს საფულეს ცალკე განყოფილება. ფენშუის მიხედვით თუ საფულეში შევინახავთ პიტნის ფოთლს ან დაფნის ფურცელს, ეს დაეხმარება ფინანსურ ენერგიას უფრო კარგად შემოვიდეს ჩვენს ცხოვრებაში. რაც შეეხება საფულის ფერს, სასურველია ის იყოს ნეიტრალური. საფულის ფერი ითვლება კუას რიცხვის მიხედვით, რაც ფენშუის ოსტატებმა ძალიან კარგად იციან. მაგრამ მე როგორც ვიცი, ყველაზე ნეიტრალური და სტაბილური ფერი არის მუქი, მწვანე ან შავი საფულე. საფულე არ უნდა იყოს დახეული, დაგლეჯილი და დაზიანებული. თუ თქვენი საფულე არ გამოიყურება ისე, როგორც თქვენს იდეალურ ცხოვრებას შეესაბამება, აუცილებლად გამოცვალეთ ის.